დრო. თუმცა რამდენს ვლაპარაკობ, ფაქტი ერთია, თბილისი Fashion Week-ი დაიწყო. მოდა ეს არის სიტყვა, რომელიც გვესმის ყოველდღე და მიუხედავად ამისა, მასზე საუბარი არასდროს გვეზრდება. რატომ? იმიტომ, რომ მოდის უმთავრესი კომპონენტი ცვლილებებსა და სიახლეებს ეხება. ქალების დიდ ნაწილს იმიტომ გვიხარია თვის ბოლოს ხელფასის აღება, რომ გარდერობს ახალი კოლექცია შევმატოთ. რა არის მოდა, ვინ ქმნის მას, ვინ ახდენს დიდ ზეგავლენას ამ სფეროში ჩვენზე? ამ კითხვებზე პასუხის მიღება თუ გინდათ, მაშინ არანაირი მიზეზით არ უნდა გამოვაკლდეთ თბილისის მოდის კვირეულს. Ani Datokiშვილი ახალგაზრდა დიზაინერია, რომლის სახელით მოდის სამყაროში უკვე კარგად იციან. დიზაინერს პარიზში მარაგონის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. წლევანდელ მოდის კვირეულზე მისი კოლექცია ძირითადად კლასიკური სამოსით გამოირჩეოდა. ღია ფერები ჩვენებაზე აშკარად ჭარბობდა. მთავარი აქცენტი კი ქალის ფორმებზე იყო გაკეთებული. როგორც ჩანს, წელს Ani თამამის სტილის მორგებას გვთავაზობს. Get in and get down so work it where you work it სილუეტს შეეხება მქონდა ესე იგი ფურთუკები რომელსაც მქონდა საკმაოდ განიერი მკლავები და ასევე მქონდა რადიკალურად განსხვავებული კაბები რომელსაც აქცენტი გავაკეთე მკერდზე ამ საკმაოდ ამოღებული იყო და საკმაოდ ნაზი. Anis კოლექციას ვესწრები უკვე ახლა მეორე შოუ და ჩემთვის იყო ნამდვილად აღმოჩენა, იმიტომ რომ პირველი მომეწონა ძალიან და მეორე ქონდა მართლაც დიდი ნახტომი, როგორც ეძახიან სამოდელო სამყაროში, იმიტომ მის ის დეტალები სწორედ როგორც ყველაფერი როგორც გაგით, Anis დამთავრებული აქვს პარიზში მარაგონის უნივერსიტეტი. მოგეხსენებათ, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სკოლა, დიზაინის სკოლა და შესაბამისად ჩემთვის აღმოჩენა და სწორედ მნიშვნელოვანი ის როგორ ავლენს იმ ცოდნას და არგებს თავის გემოვნებას. დღეს დილით ჩამოვედი პარიზიდან. მხოლოდ ერთ შოუზე დასწრება მოვასწარი Anis ჩვენებაზე. ვფიქრობ, რომ მისი კოლექცია ძალიან ტრენდულია. ბევრი საინტერესო დეტალი აქვს გამოყენებული. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მატერია და ღია ფერები, რომლებსაც Ani იყენებს, უბრალოდ შეუდარებელია. ასე რომ თუ Ani Datokiშვილის გემოვნებას მივენდობით და მოდურად ჩაცმა მოგვინდება, არ უნდა მოგვერიდოს მკერდის მოშიშვლება. ჩვენ მიერ შერჩეული სამოსი კი ჩვენი სხეულის ფორმებს უფრო კარგად უნდა წარმოაჩენდეს. თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღე ლაშა ჯოხაძის ჩვენებით დასრულდა. დიზაინერის ინსპირაცია პატარა ფრინველი თოლია გახდა, რომელიც მისი კოლექციის უმეტეს სამოს ამშვენებდა. ლაშას კოლექციაში ძირითადად წითელი და თეთრი ფერები ჭარბობდა. ამ შემთხვევაში დიზაინერმა ყურადღება კლასიკურ სამოსზე გაამახვილა. ჩვენების მთავარი სახე კი სალომე ჭაჭუა გახდა. მოცეკვავემ ახალი ამპლუა მოირგო და ჩემთვის უჩვეულო ამპლუაში აღმოჩნდი, მაგრამ მინდა ვკითხო, რომ ლაშა არის ერთ-ერთი ყველაზე უნიჭიერესი დიზაინერი საქართველოში და ჰქონდა არაჩვეულებრივი, ძალიან მაგარი კოლექცია და როგორ არ უნდა გამოვსულიყავი, პირიქით ჩემთვის პატივი იყო. ძალიან ბევრი ლუკი მომეწონა, განსაკუთრებით კომბინეზონები მომწონს ძალიან და კომბინეზონები იყო სასწაული. ზედა პერანგები იყო არაჩვეულებრივი. მოკლედ, ყველაფერი ძალიან მომწონდა, მგონი რომ ყველაფერში გავყოფ ფეხს და ხელს. ასე რომ ლაშას კოლექცია თუ მოგეწონათ და მისი სამოსის ტარებაც გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი სხეულის უმეტესი ნაწილის დაფარვა არ მოგიწევთ. ყველანაირი კომპლექსი გვერდით უნდა გადადოთ, რადგან ლამაზი გრძელი და მკერდზე ამოღებული კაბების ტარება ყველას არ შეგვიძლია. ასე რომ დიზაინერმა კოლექცია იმ თამამ დახვეწილ და გაბედულ ქალებს მიუძღვნა, რომლებმაც კარგად იციან სილამაზისა და მოდის ფასი.
ჩვენებას როგორც ქართველი ბლოგერები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული კრიტიკოსები და ფოტოგრაფებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი მათგანია რიბე მორისი, რომელიც სპეციალურად ლონდონიდან თბილისი Fashion Week-ზე დასასწრებად ჩამოვიდა. პირველად ვესწრები თბილისი Fashion Week-ს, თუმცა პარიზის, მილანის და ლონდონის ჩვენებები ბევრი მინახავს და შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი